კახეთში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება. სამუშაოები ამჯერად ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში მიმდინარეობს. პროექტს სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი ახმეტის მუნიციპალიტეტის მერე ალექსი ფისხელაურთან ერთად გაეცნა. სამუშაოებს რეგიონული განვითარების ფონდი დაახლოებით 700.000 ლარით აფინანსებს. კახეთის რეგიონში უწყოდ რეჟიმში მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები. ახმეტის მუნიციპალიტეტში გავეცანით სოფელ მატანში ერთ-ერთ მჭიდრო დასახლებულ ქუჩის რეაბილიტაციის სამუშაოებს. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პროექტი მოიცავს 1 კილომეტრამდე ასფალტის ფენის მოწყობას, ასევე მოიწყობა სანიაღვრე არხები. აღნიშნული პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება. მოსახლეობასთან დაპირებისამებრ ვაგრძელებთ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას. გუბერნატორთან ერთად მოვინახულეთ მიმდინარე პროექტი, რომელიც მოიცავს დაახლოებით კილომეტრამდე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას. დაფინანსებულია რეგფონდიდან ბიუჯეტი არის 700.000 ლარამდე და ამ ეტაპზე მიმდინარეობს პირველი პირის მოწყობა, ასევე ჩალაგდა კინაბეტონის სანიაღვრე არხები და უახლოეს ერთ კვირაში უკვე ეს პროექტი დასრულებული სახით გვექნება.